გამარჯობათ მეგობრებო. როგორც იქნა ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ, გადავწყვიტე რომ შემექმნა YouTube არხი. და ვფიქრობდი რა ენაზე უნდა შემექმნა იგი, ქართულად თუ ინგლისურად და როგორც ალბათ უკვე მიხვდით, გადაწყდა ქართულენოვანი YouTube არხის სასარგებლოდ. ასევე ვფიქრობდი რა უნდა ყოფილიყო პირველი ვიდეო და გადავწყვიტე რომ საუკეთესო იქნებოდა რომ ჯერ ერთმანეთი გაგვეცნო. რადგანაც უმეტესობა თქვენთაგან წარმოდგენაც კი არ აქვს ვინ ვარ მე. მაშასე მე ვარ ნიკო, პროფესიით ვარ პროგრამისტი, ფრონტენდიც, ბექენდიც, მობაილი, მონაცემთა ბაზები, ფულსტეკი, ინჟინერია, არქიტექტურა, ფელები, მიკროსქემები და ასე შემდეგ. ბევრ რაღაცაზე მიმუშავია ჩემი 15 წლიანი კარიერის განმავლობაში. თავიდან რომ დავიწყოთ, სწავლობდი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, სეულში. მაგ დროისთვის უნივერსიტეტს აკრედიტაციაც კი არ ქონია და არ დამთავრებია სწავლა წინასწარ-გეტყვით მესამე კურსიდან გამოვედი, რადგანაც უნივერსიტეტი მე არ მაძლევდა იმ ცოდნას, რომელიც მე საჭიროებოდა. იმ დროისათვის უკვე თვითნასწავლ პროგრამისტად ვითვლებოდი, რადგანაც რამდენიმე პროექტი უკვე გაკეთებული მქონდა. შემდეგ დავიწყე მუშაობა ქართულ კომპანიაში, რომელიც მოღვაწეობდა ფინტექ სფეროში. და იმ კომპანიისთვის ვიყავი პირველი პროგრამისტი ავტომატურად ჯუნიორის პოზიციაზე დავინიშნე. კომპანიის განვითარებასთან ერთად ვითარდებოდი მეც, ჩემი პოზიციაც IT დეპარტამენტი, ნელ-ნელა გავხდი მიდლი, სენიორი, team lead-ი, სტაფი და ასე შემდეგ. 9 წელი ვიმუშავე კომპანიაში და კომპანიის დატოვების დროს ჩემი პოზიცია იყო ტექნიკური დირექტორი, CTO. ალბათ უმრავლესობა თქვენთაგანს კითხვა გაუჩნდება, რატომ გადავდგი ეგ ნაბიჯი. რადგანაც ასეთ პოზიციაზე ვიყავი. საქმე იმაშია, რომ მუშაობასთან პარალელურად ვიყავი დარეგისტრირებული Upwork პლატფორმაზე. ალბათ უმეტესობა თქვენთაგანს გაუგია მის შესახებ. ვასრულებდი საკმაოდ საინტერესო პროექტებს, 40-ზე მეტ კლიენტთან ვიმუშავე, 50-ზე მეტი პროექტი შევასრულეთ ერთად და ერთ-ერთმა კლიენტმა შემომთავაზა სრული სამუშაო განაკვეთი, მინიმუმ 30 სამუშაო საათი კვირაში. და სამუშაო დატვირთვა სადღაც წელიწად ნახევარი. და ზუსტად ეგ იყო, რამაც გადამოწყვეტინა, რომ დამეწერა განცხადება და წამოსულიყავი ქართული კომპანიიდან. ეხლა რატო გადავწყვიტე YouTube არხის შექმნა? საქმე იმაშია, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ცოდნა დამიგროვდა, რომელიც შემიძლია სხვას გაუზიარო. და ვფიქრობ, რომ გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის ვიდეო კონტენტი. რომის გადაღება ასე თუ ისე მარტივია და ის მუდამ ხელმისაწვდომი არის. ასევე ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც. ისევე როგორც თქვენ, მეც რა თქმა უნდა მჭირდება თვითგანვითარება. და ვფიქრობ, ეს არხი მომცემს იმის საშუალებას, რომ რაღაც თემებში უფრო სირიმისეულად გავერკვე და უფრო მეტი პრაქტიკული გამოცდილება მივიღო. ისეთი თემები, რომელიც მე მაინტერესებს და რომელიც შემიძლია სხვასაც გაუზიარო. რადგანაც ამ ვიდეო კონტენტის მომზადების დროს მე მომიწევს, რომ უფრო ორმად ჩავეძიო რაღაც თემებში და უფრო საფუძვლიანად შევისწავლო ისინი, რომ თქვენ ხარისხიანი და ინფორმაციული კონტენტი მოგაწოდოთ. ამ არხის რამდენიმე პირველი ვიდეო ჩემთვის უკვე ცნობილია და ამაზე ნაფიქრი მაქვს. პირველი ვიდეო სერიები იქნება დიზაინ პატერნებზე, ხოლო შემდეგ გადავიღებ ვიდეოებს solid პრინციპებზე. და ალბათ თქვენც იფიქრეთ, რომ ეს უფრო გამოცდილი პროგრამისტებისთვის განკუთვნილი თემები არის და დიახ თქვენ მართლები ხართ. შემდგომში მე ვეცდები რომ გადავიღო ვიდეოები, რომლებიც განკუთვნილი იქნება უფრო დამწყები პროგრამისტებისთვის და შევავსო ის ინფორმაციული დანაკლისი, რომელიც შეიქმნება. ასევე ვეცდები გადავიღო ვიდეოები იმ ხალხისთვის, ვისაც სურს IT სფეროში შემობიჯება და მოღვაწეობის დაწყება. მაშასე თუ მოგწონთ ჩემი იდეა, ჩემი წამოწყება, გინდათ მხარი დამიჭიროთ, შეგიძლიათ ეს ლაიქით გამოხატოთ, არხი გამოიწეროთ, კომენტარი დაწეროთ და ვიდეოს გადააზიაროთ. დიდი მადლობა ყველას.